ადრე 100 ლარში რო ვყიდულობდი, ახლა შეიძლება დამჭირდეს 200 ლარი. ჩვენი პროდუქტი ყველა გაიზარდა და სადაც ვყიდულობთ, იქაც გაზრდილია. პირიქით გაიაფდა. საქართველოში ინფლაცია და ფასების ზრდა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით 2025 წელს ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა. უწყების ცნობით სურსათზე წინა წელთან შედარებით ფასები 8.3%-ით გაიზარდა. საინტერესოა, როგორ აისახება ეს მონაცემები მოსახლეობაზე და რას ფიქრობენ ისინი ამ თემასთან დაკავშირებით. სასწაულად გაზრდია ყველაფრის ფასი. ხარისხიც არ ვარგა და რა თქმა უნდა მაღალი ფასებია, მაგრამ სახელმწიფოსთან ერთად ჩვენც უნდა ვაკეთოთ. ძალიან ბევრი რაღაცა არის თვითონ ხალხსაც დამოკიდებული. არის ისეთი საკვები, ან ზოგადად საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც უნდა შეიძინო, მაგრამ თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ. ძალიან ბევრი. მაგალითად ხომ არ დაასახელებდით? ხილ პროდუქტები მაგალითად, ხილბოსტნეული. კი ბატონო. ბალიდან დაწყებული ყველანაირად გაძვირებულია ყველაფერი აბსოლუტურად. ვერ შევიძინე, იმიტომ რომ აი ბავშვები მყავს სახში შვილიშვილები და ბალს მარცხ დავეძებ და ვერ მარწყვი ისევ გაიზარდა ფასი. უარის თქვა რა თქმა უნდა გვიწევს ბევრ რაღაცაზე. აი თქვენი ბავშვებიან ოჯახს ძალიან უჭირს. ფასები გაიზარდა რა თქმა უნდა. რა გავლენა მოახდინა თქვენზე ფასების ზრდამ? ჩემზე მაინდამაინც დიდი გავლენა არ მოახდინა. მე მაგალითად არ მაქვს პრობლემა, მაგრამ სხვა არ ვიცი. საქართველოს საერთოდ რა უნდა გააკეთოს, როცა ადამიანს მუშაობა არ უნდა. საქართველოში ძალიან ბევრი მე მჭირდება მაგალითად დამხმარე, მაგრამ ძალიან ბევრს მუშაობა არ უნდა. ვიც არის ხა, ვისაც უნდა, ის სადაც გინდა წაიყვანო, ყველგან იმუშავებს, მაგრამ ზოგადად მუშაობა რო ადამიანს არ უნდა, მიწის დამუშავება არ უნდა, რაღაცა ელემენტარული გაკეთება არ უნდა, ფასები როგორ უნდა დავეწიოთ ჩვენ ისეთ ქვეყნებს, რომელიც არის თქვა თურქეთი. თიაქში შესვლა 100-150 ლარი გჭირდება, რომ გქონდეს ჯიბეზე, რომ უბრალო ელემენტარული რამე შეიძინო. ელემენტარული. მედიკამენტებზე ვერ გეტყვი რა, ის ფასია ისევ რა, გაზრდილი ფასია ვყიდულობ, მაგრამ ისევე იმ ფასში. ბევრი წამალი უფასობა. ანუ კმაყოფილი ხარ? ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ნამდვილად. ფასებით დავითარებით და სახელმწიფოს მიმართაც არანაირი. არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ საყოველთაო დაზღვევარი და თუ რამე გჭირს ყველაფერს გვიზღვევ. არაფერს არ წდება ეს ჩვენი პენსია გენაცვალე. მე ვსაუბრობ პენსიონერები ვისაც აქვს რა. არსებობს ძალიან დაბალი დონე, ძალიან დაბალი ფენა ადამიანების, მოსახლეობის და საშუალო ფენა უკვე всё აღარ არის. არის მაღალი, არის ძალიან დაბალი. всё. თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს ვითარება ოდნავ მაინც დასტაბილურდეს? არ ვიცი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობაც რა თქმა უნდა მთავარი ეგ არის, მაგრამ რაც ერი ის ბერიო, ხო გიგიათ, აი ესეთი ამბავია დღეს საქართველოში. რა ვიცი, ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია, რომ ყველაფერი ეს ეკონომიური მდგომარეობა გამოასწოროს. გადის ხალხი მასა გაედინება, იმიტომ რომ აქ რა თქმა უნდა არ არის სამუშაო ადგილები, მაგრამ რაც არის იმასაც არ აკეთებს. თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას? იზარდოს ხელფასი, ან პენსია გაზარდონ, ან რაღაცა, უბრალოდ ძალიან ცუდღიშია ყველა ადამიანი ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ რომ ფასები კატასტროფულად იზრდება ყველაფერზე. ის დრო აღარ არის რაც იყო ადრე. ადრინდელ დროს რომ ინადრებს ადამიანი. წინ უნდა წავიდეთ და არა უკან. არაფერი არ გვეშველება. არის ისეთი. ომი არ გვინდა. ომის გარეშე არაფერი იქნება. ომი კიდე არ გვინდა, მშვიდობა ჯობია. დანარჩენი ფასები და ისინი რაც არის ყველაფერს წდებით, არ არის პრობლემა. იმის დაგროვებას თანხისას რომ ის ბიუჯეტი შემევსოს, რომ ის წამალი შევიძინო. ეს არ ვიცი რა, როგორ იქნება ბოლოს ჩვენი საქმე მე არ ვიცი. არ ვიცი რა გზით უნდა გადადგას, უნდა იზრუნონ და იფიქრონ ხალხზედაც. მე ესენი ცოდვები არიან, რაც აქ დგანან და ყიდიან, მაგრამ ეხლა ჩვენ მოსახლეობამაც რა ვქნათ.